ვიფიქრე რომ რა კარგი იქნება რომ იყოს ინტეგრირებული თეატრი და აი უცებ ვიფიქრე და მეორე დღესვე დავიწყე მოკლედ ეს ყველაფერი და ასე ბედნიერობთ. ბუზსავით ირევია. ბუზებით ირევია. მართალია რომ აქ კაც თავს მოჭრია და ესე არა ავიდან მეც შეშინებული ვიყავი ნდობის ფაქტორი იყო ხო ალბათ პირველი იყო რაღაც და მაინც ვცდილობდი მოკლე ტექსტებით და აი აქ ეხლა რა ვიცი ჩვეულებრივად არანაირად არ უმოკლებ, არანაირად არ უზღუდავ, არანაირად არ ვარჩევ ტიპიური განვითარების მქონეს თქვათ შეზღუდული შესაძლებლობის პირთან არიან აბსოლუტურად რა ვიცი თანაბარ მდგომარეობაში და მე მგონი გამოგვდის ცნობიერებენ ამას და პასუხისმგებლობას იგივენაირად იღებენ დეკორაციაზე რეკვიზიტზე ზრუნვის დროს, თავის როლზე ზრუნვის დროს ასე შემდეგ და როცების მოგონილია. აბა ის გააკეთე, ჯოინჯი გააკეთე და მოგცემ. როცების მოგონილია. ძალიან ბევრს ნიშნავს პირველ რიგში ჩემი შვილისთვის, იმიტომ რომ ნამდვილად განვითარდა, გახსნილია ბევრად უფრო თამამი, იცის რას აკეთებს, მოწონს ეს საქმე და წინ გადადგმული ნაბიჯია მის განვითარებაში ეს ერთი და მეორეც კიდე ხა ღირსების საკითხია ბოლოს და ბოლოს სცენაზე დგას და რომ თავარ როლებს ასრულებს და თან დაანგრია ის მითი რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანს სამსატყუიანი მახსოვება აქვს და ტექსტებს იმახსოვრებს იმხელას და ძალიან იოლად იმახსოვრებს როცა როლშია შესული. ნაქირავებია ამ თანხას ისევ ჩვენით ვიხდით 500 ლარს თვეში, მაგრამ რეალურად 500 ლარზეც არ არის 40 კვადრატში ამდენი ადამიანი უბრალოდ რეპეტიცია შეუძლებელია, მაგრამ არ ვამბობ შეუძლებელია ვახერხებ თუ დგავთ სპექტაკლებს და მაინც მადლობა ვერც რომ ეს მაინც გვაქვს ჯერჯერობით.